მოგესალმებათ შაბათის მებაღე. ეხლა არის თებერვლის შუა რიცხვები. მცენარეებში ჯერ კვირტები, ხეებზე კვირტები არ დახსნილა. კარგი პერიოდია ეგრეთ წოდებული ზეთოვანი წამლობისთვის, ეს იკითხეთ შესაბამის მაღაზიებში, მაგრამ აგრეთვე სანამ შევწამლავთ, რომ ნაკლები დაგვეხარჯოს საწამლავი და ნაკლებად ვიმუშაოთ, სასურველია მანამდე გავაკეთოთ სხვა ხეხილის. ეს არის ჩემი ხეხილის ბაღი. ეხლა გეტყვით რამოდენიმე წესს, რომელიც უნდა დავიცვათ. პირველი მინდა ვთქვა, რომ შიგნით რაც ვარჯის შიგნით რაც იზრდება, აუცილებლად უნდა ამოვიღოთ. გავანთავისუფლოთ ხე, რომ ჰაერმა იმოძრაოს შიგნით და რომ ყველა ტოტს შეძლების დაგვარად, რომელიც ნაყოფს გამოიღებს, ხდებოდეს მზის სხივი. შემდეგ მინდა ვთქვა რამოდენიმე სიტყვა ესეთ ვერტიკალურად მზარდ ტოტებზე, განსაკუთრებით რომელიც შიგნით იზრდება. ეს არასოდეს არ იქნება ნაყოფმომცემი, ამიტომ სასურველია ეს ძირშივი ამოვიღოთ. აი აქვე, თუ ჩანს კარგად, ახლოს ხესთან. კიდე მოჭრის დროს, არსეთი ჭრის დროს, დიდი ის არ უნდა დავტოვოთ. აი ესეთი, რომელიც საიდანაც კვირტი არ გვინდა რომ ამოვიდეს, ბოლომდე უნდა ამოვჭრათ. თუ გვინდა რომ, აი ვთქვათ, აი ეს ავიღოთ, ეს შოლტი, რომელიც კარგად არის გადახრილი, მიდან, რა ქვია, ხიდან გარეთ გამოდის. თუ მიზნად გვაქვს, რომ ეს შოლტი ვაქციოთ ტოტად, მაშინ საიდანაც იწყება, ძირიდან 1/3-ს გადავზომავთ, ვნახავთ კვირტს, რომელიც ხიდან გარეთ იზრდება, მაგალითად ეს კვირტი რო დავაკვირდეთ, აქედან გამოიღებს ტოტს და შესაბამისად ხეს ან ტოტს იქნება დახრა, გადმოხრა იქნება ხიდან, ანუ ტოტი 45 გრადუსზე მეტად, აი აქ რო დააკვირდეთ, 45 გრადუსზე მეტად უნდა იზრდებოდეს ძირითადი ვარჯიდან, ანუ მეორად ტოტზე ვამბობ. ანუ თან აიყურეთ, აქ რომ გამოისხას, ეს ესე დაკაჩავს. თუ გვინდა სანაყოფედ ვაქციოთ ეს ტოტი, თქვათ, ზემოდან 1/3-ს ვჭრით და ისევ, აი ამ თქვათ, გარეთ მიმავალ კვირტთან. კვირტთან მოჭრა უნდა მოხდეს ახლოს, მაგრამ ზედ კვირტზე არა. ახლოს თქვათ, აი გააჩნია რამხელა, ეს არის პატარა, ხო ვთქვათ? წვრილი არის. აი აქ გადავჭრიდი. თუ მსხვილი არის ტოტი, ხომ? მაგალითად რომ გაჩვენოთ, აი ეს ტოტი, ხო? აქ სანტიმეტრზე მეც არ ავიღებდი. აი თუ გადაჭრა მომინდებოდა, აი აქ სადღაც აქ გადავჭრიდი. აი სხვათა შორის ესეც ვერტიკალურია. ეს შეიძლება სანაყოფედ ვაქციოთ. ამ შემთხვევაში ეს რო სანაყოფედ ვაქციოთ, აი ეს, ხო, შემდეგი წლისთვის. აი აქ 2-3 კვირტს დავტოვებ. აი ამას მაგალითად აიყურეთ, უკვე სანაყოფი აქვს. სხვათა შორის სანაყოფეზე მუშაობა შეიძლება ზაფხულის სხვლის დროს და ზაფხულში ავხსნი ამას. აი რაც შეეხება, ისე ვუბრუნდები ამ ტოტს, თუ მინდა ორივე შედეგი გამოიღოს, შუაში გადავჭრი, ანუ ზდაზეს და სანაყოფეზეც, თუმცა ეს ცოტა სარისკოა. რაც შეეხება აი ამ ვალჩოკებს, აი ვთქვათ, რაც აი ეგ შიგნით ვერტიკალურად იზრდება, ამის სანაყოფედ გადაქცევა ძალიან რთულია. ეს უბრალოდ წაართმევს ხეს მთელ ენერგიას, წაიღებს მთელ საკვებს, თან რაც უფრო მაღლა გაიზრდება, მით უფრო აკაჩავს თავისკენ და ამას მე გადავჭრი ძირში. აი ქვემოთ მქონდა მე აქ ლიდერი ტოტი მქონდა, დიდ ჭრილობას თუ ხედავთ, ის გადავჭერი და სპეციალური ხის მალამუწავუსვი შარშან. დაიწყო უკვე
შეხორცება, საკმაო ხანი უნდა რომ შეხორცდეს, მაგრამ რაც უნდა ვეცადო, შემდეგ ვაპირებდი აი ქვემოთ მოჭრას, იმიტომ რომ ხის 1/13-ზე ერთ სეზონზე 1/13-ზე მეტი მოშორება არ შეიძლება მთლიანი ხის მასის. აი აქ მინდოდა გადამეჭრა, ხომ, ქვემოთ. მინდოდა ლიდერი მომეშორებინა, იმიტომ რომ ადვილად მეკრიფა, მაგრამ ეს გააჩნია კიდე გარგარი კია, მაგრამ ხის რა ჯიშს ვიღებთ, რა ჯიშია და რა თვისებები აქვთ. როგორც ჩანს, ეს მაინც ცდილობს ლიდერის გაკეთებას და შევეშვები უბრალოდ თან ამოვიღებ იმ ვერტიკალურ შოლტებს და თან უნდა დააკვირდეთ, რომ რაც მეც ჭრით, მით მეტი შოლტი ამოვარდება მომავალ წელს. აი შოლტები ახალ ხეზე უნდა, ახლა ჩარგულ ხეზე, განსაკუთრებით და ვაშლის და მსხლის შემთხვევაში უნდა შევინახოთ, გავუფრთხილდეთ. პირველი 2 წელი მაინც არ მოგცემს ნაყოფს. აი ეს რომ იცოდეთ, აი ესეთი რაღაცები არის სანაყოფე კვირტები. ამათ უნდა გავუფრთხილდეთ. სანაყოფე კვირტად გადაქცევა თუ გვინდა, ვაჭრით ანუ 2-3 კვირტზე ვთქვათ, თუ აი მაგალითად ეს შარშან მე გადავჭერი აი აქ ზაფხულში და აქ უკვე 2 სანაყოფე კვირტი ჩამომიყალიბდა. აი ეს არის მსხალი, აი მსხლის სანაყოფე კვირტები აი ესე გამოიყურება და ამას უნდა გაუფრთხილდეთ. მე ვცდილობ რომ მსხალს აუცილებლად უნდა კონდეს ლიდერი და უნდა ესეთი არა ჯამისებრად, არამედ იზრდებოდეს ნაძვისებრად. შესაბამისად მე ვცდილობ რომ ცოტა ჰაერ მაიტრიალოს, ეს ნაკლებად ემორჩილება მსხალი, ვთქვათ, ამის თვისება ესეთი ვცდილობ გადმოვწიო ჭრით. აქ მაგალითად მე წელს არაფერი არ მექნება მოსაჭრელი, იმიტომ რომ სულ სანაყოფე კვირტები აქვს, ანუ უნდა დავაკვირდეთ. ეხლა თითოეული ხის ხვლას აგიხსნით და გეტყვით რომელ წელზე რამდენ წლიან ტოტებს უნდა გაუფრთხილეთ და რომელ წლიან ტოტზე გამოაქვს ნაყოფი.